ვაგრძელებ ფულიშონაში ჯეტია ხუჩი და გამოიცანით სად მოვედით? ვიღაცებს დღეს კაი დღე არ დაადგებათ. ვიღაცებს არა. ვაგოსებს ბიჭო, როგორ მოგფარის მანქანა? მოკლედ დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ჩვენი ასტონ მარტინი რომელიც მოიპარეს ჩემი ძველი გარაჟიდან ვაგოსების ტერიტორიაზე აყენია. ხო და მაგ ინფორმაციისთვის რა თქმა უნდა ფულიც გადავიხადეთ და ბიჭო რა გენა ჩვენ ტერიტორიაზე? ან მოგეკითხო ბიჭო პეპი ავსაირნო. და აი ისიც როგორც ჩანს სწორი ინფორმაცია მოგვაწოდეს. ხადაო ბიჭო გირაყენია მონამოსულმა მოიპარეს არა? ვაგოსები ჯერ ხო ტაილერის მე არ მევასებიან. აი რაღაცნაირად სიზღისგრძომა მაქვს ბიჭო ამ ბანდის მიმართ. ხო და დაგრას მიზეზიც გვაქვს უკვე. აი წამოდი აბა ერთი შევიდეთ შიგნით თავიანთ ბაზაზე რო უყენიათ ან გადაღებეს ბიჭებმა ჩვენი ასტონ მარტინი რა და იფიქრეს რომ ვერ გავიგებდით რომ ამათო მოიპარეს. არა პროსტა როგორ გაფეთეს და ორი კაცი ვართ ახლა მოსული პირდაპირ ამათთან. ბიჭო მარტო მანქანის გაყვანა არ მინდა ხო იცი? მე ვიცი ახლა ამათთან რაც მინდა. მარტო ერთი კაცის გასაკ მანქანასთან არა? ბლეკ მამბა აქ რა მოგიყვანათ? ამ ასტონ მარტინმა ბიჭებო აქ საიდან ყავთ ესა? ასტონ მარტინი ვიყიდე რა? აბა დაიფიცე ბებია. შეხვარგინა ბიჭო ბებია მოგიკითხო რა? აქ ბებიებს მარტო ჩვენ ვკითხულობთ ბიჭო. ჩვენ არა მოდით აქა. უინრის მოგიკითხა ბებია ვნახეთ. თქვენი ბებო გავართხოვე მოდით აქა. მოდით აქ მოდით ბიჭო. მარტო ამ მანქანის წაყვანა ახლა აქედან არ მინდა. ვაფშე ყველა უნდა მოგჟუჟოთ აქ აბსოლუტურად ვინც ხართ. მოდით აქ მოდით ბიჭებო აქ მოდით და ბლეკ მამბის სანატრელი იარაღი. ეს ესე. უინრის მოგიკითხა ბებია ჰა? ბლეკ მამბა ვაგოსებს ამიტომ ბლეკ მამბისგან არავის ურჩევ რომ რამე მოიპაროს. მოდით აქ. მოდი აქა მოდი. აგერ არის ბიჭო ამას ავიყვან უცბად აქედან ეგარი. всё. ესე ძალიან მარტივად. დავაი დაჯექით. არა ეს ასტონ მარტინი ახლა ჩვენ არც გავკომპიუტერებდა და არც არაფერი უბრალოდ ბიჭო არა პრინციპი საკითხი რომ ჩვენ ვინმე რამე როგორ უნდა მოგუპაროს მიღადავები. ვიდეო სპონსორია CS:GO Fast, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთზამი ვახშენი უფასოს კინი ხوار უნდა აქვინოს სხვათა შორის შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შემდებარე ლინკზე გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომოკოდით ამიგოს არქო და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო და სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ ამიტომ გადადეთ აღზარა შემდებარე ლინკზე და მეგობრებო ბლეკ მამბაში ვისაც გინდათ გაწევრიანება და იმახსოვრეთ რომ ჩვენი მაისურების ნახევარი უკვე გაყიდულია ანუ ახალი მერჩი გამოუშვით ალბათ გეცოდინებათ და იმ ახალ მერჩი რა მაისურების გვაქვს თითქმის უკვე ნახევარი გაიყიდა თითქმის კი არა ნახევარი გაიყიდა უკვე ვაუსები ამიტომ ვისაც შეძინათ ურთ ეხლავე შეიძინეთ იმიტომ რომ ეს ლიმიტირებული რაოდენობა და აღარასდროს აღარ გამოვა მერჩის ლინკი რა თქმა უნდა იქნება აღწერაში გადადით შეიძინეთ და შემოვერთით ბლეკ მამბას გვაქვს ძალიან მაგარი ჭიქები მობილური кейსები მამბა კარდები და ნუ რა ვიცი ყველაფერი რაც თქვენს გულს გაუხარდება არა ეხლა შარვლების და შორტების გარდა ესე შორტებით მომამზაფულისთვის გაასწორებს დაწერეთ კომენტარებში მოგწონთ თუ არა შორტების იდეა და ეხლა ჩვენ წავიდეთ ამ ასტონ მარტინი და იახტ კლუბი მოვინახულოთ იახტ კლუბი არის ის არა ხალხო არა ჯერჯერობით არიციან ძალიან მაგარი ოფისის და სახლის აშენებას ვაპირებ და იახტ კლუბის ყიდვას რა აბა შეუვარეთ ჩვენი დისტრიბუციის ამბავი როგორ მიდის პრინციპში წამო აბა ერთი აქ დავხედოთ ჩვენი დისტრიბუცია როგორ მუშაობს აქ არა აქეთ უნდა იყოს მარშრუტკები მაგრამ არა ბიჭო არც ერთი არაყენი აქ ყველა გაყვანილი ყავთ როგორ ჩანს აბა ერთი ვკითხოთ გამარჯობათ მოუ იჩემილა დაგიხმარო მისმენ ესა ბლეკ მამბის დისტრიბუცია მუშაობს კარგად ის მოუ შეკვეთაზე მოდის რა ვიცი ყველა მანქანა გასული ახლა ველოდებით კიდე უნდა მოვიენ აგერ აი ყუთებში ამ ბატონში დადონთოლი გვაქვს ესე იგი აგერ ამ ყუთებში ჩვენი მერჩი დევს მაგარია რა მაგარიც მოუ მაგარი წავედით იახტ კლუბში კაი ძმა მოდი ახლა ეს $500 ჩემგან კაცი არ გვინდა მოგეთ -$100 ჩემს ანგარიშზე და რამე ჩემს სახელზე რა კაი გასო კაი მოგეთ შეგერგოთ გაიხარეთ მოუ გაიხარე მადლობა ლექ მაბა ნამბერ 1 დაიცადე რა თქვი ვიცით მოუ ვიცით ჩვენც უყურებთ თქვენ ვიდეოებს მაგრამ ჩვენ ერთი ორი მაიკა დავითრიეთ რა ზიგრები ხართ მოუ აძმაო ხალხი ამას მე რაღაცა ვუკისროთ რა პატარა რა კაი ამათ დაწერეთ კომენტარებში რა უკისროთ მომდე წამოიღა იახტ კლუბში დროზე ის სად არის ლამარი ლამარი სანახავი მყავს ერთი მერე რა და ესეც ჩვენი იახტ კლუბი რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იყიდება აი ეს შენობა და ისიც გონი მთლიანი იახტ კლუბი თმაო კაი წამოაბა ფრანკლინ აქეთ აი აგერ არის როგორც ჩანს ის ტიპი ვინც დაგვეკავშირდა გამარჯობა თქვენ გინდათ არა ამის ყიდვა კიდე თქვენია ეს ტერიტორია არა ძმაო არა პროსტო მე გამომიშვი ხოლმე ხება
ჩვენ იმუშავებდი კრიშოთ რა გამოვიბარსა. всё, ясно. ეხლა ამათ გარეშე აქ არ წდება არაფერი ხო ხვდებით. კაი, მოკლედ, იცით ალბათ ხომის ფასი. არა, ძმაო, ფასი მიახლოებით ვიცი, მაგრამ მოკლედ ბოლო ფასი მითხარი რომ ვიყიდო და რა შედის მაგ ფასში რა. ეტუქში 300 მილიონი ჭდება ეს რა. 300 მილიონი იახტ კლუბისთვის. რა სიტყვის იჯი? ბიჭო, ძალიან ძვირი. არა ძმა რა ძვირი. ნახე, პარკინგები შედის აგერ. აქეთ მხარის ულში რაც არის. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 იახტის პარკინგი არა? იზმო 11 იახტის პარკინგი შედის. აქ თლიანი აგერ მანქანების პარკინგი შედის მაგაში. აგერ ეს პური შენობა და ვერტმენის ასეჟომი ადგილი. წლიური შემოსავალი ამ ესე არის მაო 14% მოგება რა. 14% წლიური შემოსავალი ბიზნესისთვის არ არის მაო ცუდი რა. წლიური 14%. რა ვიცით მაო ეხლა აბა, ნაგითხრა. თვითმფრინავის ადგილი შედის. აქ ჩვენი თვითმფრინავი იქნება და გავაქირავებთ ხოლმე რა. ეს შენობაში რემონტს გავაკეთებთ, შეგნით ინტერიერს მოვაწყოთ, ბარს გავაკეთებთ, კაფეს რაღაცას და შენ 14%-ს გავზდით მოვერთი 20-25%-ამდე ხა. ბიზნესისთვის 20-25% არის ძალიან მაგარი წლიური რა. 300 მილიონი მაინც მეძვირება რა. აი ბიჭო, რა გეძვირება, აქვე ჩვენ თვითმფრინავს დავაყენებთ რა. გავაქირავთ, მაგარი თვითმფრინავები გვეყოლება და რაღაც ეხლა სულ შავი ფული ხოლმე უნდა გქონდეს. გავათეთროთ აგერ და ნახე რა მაგარი ბიზნესის ვარიანტია თან აგერ. ლოს-ანჯელესში ვარ ყოველთვის თავი დავანებოთ. მართლაც გეუბნებათ მაო ლოს-ანჯელესში ხარ და მაგარი თემაა რა. დაწერეთ მეგობრებო კომენტარებში რა უქნათ. ორი ვარიანტი გვაქვს ეხლა. კიდე უნდა წავიდე ერთ ადგილას და ვნახოთ და რამე და დაგირეკავ რა. კაი ძმაო, მაგრამ იჩქარ ეხლა 300 მილიონად ხო ეს ბიზნესი მალევე გაიყიდება. ხო და გაყიდე ძმაო, არ მევასება მე ხა ეგეთი ლაპარაკი რა. თუ არ წაიღებს ხო აიყიდეს. იყიდოს მოსონ გული კარ დამსლება. რა შენთვის გეუბნებით მოუთხოვე. შენ მეუბნები შენთვის რომ ეხლა მომყიდო ეს პროდუქტი რა. გავიაროთ ცოტა. კაი ძმაო, აბა დროებით. დროებით. ამენ თუ მაინც უნდა გავარემო. არა და კაი ადგილია ბიჭო მომწონს რა. აქეთ რაღაც მანქანის ცენტრის გაკეთება შეიძლება, მაგალითად აი იქ, აქეთ შენობები, დილერშიპი, სასტუმრო, კაფე, რესტორანი, ბარი. არა ბიჭო, კაი რაღაც გაკეთება შეგვიძლია რა. პლაჟშიც გავიდით და ვნახოთ ერთი ის. დამოერთი პლაჟშიც გვაქვს ერთი ვარიანტი. მიწის ნაკვეთი იყიდება, აქ ეს კაცი რატო დახტნავს, არ ვიცი, ბაგი აქ როგორ ჩანს რაღაცას. პროსტა ბიჭო, პლაჟთან გონი 300 მილიონი მარტო მიწის ნაკვეთი ხის თუ მეტი არა. მეტი ეღირება ბიჭო პლაჟთან, რა ვიცი, მიწის ნაკვეთის ძალიან სერიოზული თემა. პროექტი არის ეს გაცემული თან სასტუმროს ნებართვით და ნუ კაროჩე რა. მარაც მოვისასტუმრო მაგარ ფუსტაცეს. ბიჭო სასტუმროს აშენება ხო გინდა ჩვენ ფულის დაწერაზე კი არა, წლიურ მოგებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული რა. როდის მე დაამოყავე ბიზნესი ეს? ნუ რავი ამ საქმეში რო ხარ გინდა არ გინდა გიწევს რა. აბა სადრა იყიდება მანახე? აი ტოქში აგერ ეს მიწა. აი ხანია ესე უპატრონოდარი მიგდებული რა, მაგრამ ბიჭო აქ რისი აშენების ნებართვას მოგცემენ. აი აგერ არის მეპატრონეც. ოხ, ძველი როსოისი კი ყოლია. გამარჯობათ. ლეკმან ბარა. დიახ, მოკლედ ეს მიწა იყიდება. კი, ახლავე გავაგებინებ კარებს აი ნახეთ. შეგინეთ კაი დიდი ადგილია ძმაო, რამდენი კვადრატია? ეს ჯამში არის 4500 კვადრატული რა. შეგელათ ააშენოთ 10 სართულიანი სასტუმრო, თავისი ტერასებით, ბარებით, ყველაფერით. პროექტის ნებართვა გვაქვს მოპოვებული. აჰა, ესე იგი მიწა საკმაოდ დიდი ყოფილა და კაი სასტუმროს აშენება შეიძლება. რა გინდა სიჯი არ მოგწონს? კაია ბიჭო, თან პირდაპირ პლაჟის ხედით. აქედან პირდაპირ სანაპიროს, არა ბიჭო, კაი ფაში გავყვიდით აქ ბინებს რა. რა ბინებს ბიჭო, სასტუმროს ნომრებს. პრინციპში ბიჭო შეგვიძლია ავაშენოთ, ხა ასაშენებელი ფული კი გვაქვს და მე გავყიდით რა მთლიან პროექტს. ეგეც კაი ვარიანტია შენ წარმოიდგინე რა. კაი ფული კეთდება იმენა, მაგეებით. კაი, აბა ფასით აველაპარაკოთ ერთი ხლა მაგაც რა. მოკლედ შემოძმო, ბოლო ფასი რა იქნება ამ მიწის? 400 მილიონად მოგცემ რა, ბოლო ფასი ეგარი. პროექტიან, ყველაფრიანად. 400 მილიონი. ფილა რამდენი იქნება რა, თითო სართულის დაახლოებით, რა კვადრატულის ფასი ვიან გარიშოთ რა. თითო სართულზე ძმაო ფილა არის დაახლოებით გამოსაყენებელი ფართი რაც იქნება დაახლოებით 2000 კვადრატი რა. 2000 კვადრატი. და კვადრატული რა ღირს აქ ამზულში? ამზულში ძმაო კვადრატულის ფასი იწყება $8000. $8000. კაი, აბა ერთ ვიან გარიშოთ ჩვენ 2000 კვადრატი ფილა რო ვთქვათ, შეიძლება კი რაღაცები ვიჩალეჩოთ 10 სართულზე 20000. დავუმროთ ახლა აქ $8000-ზე 160 მილიონი თო. არა ძმაო, ძალიან ძვირია ეს პროექტი, მეღადავები შენ. რატო აკაცო ძვირი? 160 მილიონად შემიძლია გავყიდო მთლიანი ის პროექტი და ვერ გავიგე 400 მილიონად მიწა ვიყიდო აქ და მე რო გავყიდი 160 მილიონი ავიღო, დანარჩენი ფული? ბიჭო, ეგ არის ქირის ფასი, წლიური შემოსავალია ეკა, წლიური. კვადრატული ქირის ფასი მითხარი? ხო, ძმაო, ხო. ბიჭო, არა, რაღაცას უპერავს ეს კაცი.
არარეალურ ფასს მეუნებ ახლა 400 მილიონს აქ. რა ქირის ფასი ძმაო? ძმაო, ეხა მოგეკითხავ ბებიას, ვისატყვი შენ? არა, ძმაო, არა. გავგიჟდები დიდას ფიცავა. 2000 კვადრატული თუ ძმაო ფილა არის. აუ არ მინდა ეხლა ამასთან ამ ბიზნესის გარჩევა რა, მოკლედ არ მინდა რა ძმაო ეს ადგილი რა. დავაკლებ ფას. რამდენს დააკლებ? იტოქში 200 მილიონად მოგცემ. აი, ეხა შენ თუ ბები არ მოგიკითხე. აი მაგ აფერისტობისთვის განახებ შენ სეირის რა. ეს ნახე ბიჭო, გნახა თავისი ჭკვით გოიმები. მოვტე ხო ბეხი? არა გაანებე თავი ეგდოს აქ. მომინდო მაგ. ამის მაკლიერია ბიჭო ესა რეალური მეპატრონე ნახოთ კაცო ამ მიწის და იაფად გამოვართმით. აი ბიჭო დაუვალებ რომ მოგვიძებო. ეს ნახე რა. მოინდო მაგ ჩვენი მოტყუება მართლა. იმენა შევატყეთ იმს რომ არ იყო ეს მიწა მაგის რა. ეს აფერისტია კაკანეო. აფერისტია აბა რა არის წამო ჩვენ იტოქში ახლა წავიდეთ და ერთ ბიზნეს პარტნიორს უნდა შევხვდე იახტაზე გაკრას. დღეს იმენა ბიზნესების ამბები გვაქვს რა. ვიცი, რას ვიზავ სიჯი აბა ბიზნესები უნდა ვაკეთოთ, მოვისი აბა ფულს რანაირად ვიშვებით ქალბატონო გამოვატარეთ. რა კაი ხალეა გამიჭერე. აი ბიჭო გამანები თავი გაგიჩერო შემეშვია. წინ აქირავებენ ხო პრინციპში სკუტერებს. ერთი იახტას როგორ გვინდა ჰა? იახტა ბიჭებს კი ყავთ კუნძულზე და კუნძულზე ჩასასვლელები ვართ ამ დღეებში კაი ფართი დავგეგმოთ რა და დაწერეთ კომენტარებში რომელი ბანდები დაუპატიჟოთ ჩვენს ფართზე. ვაკუსები პირველ რიგში. კი აბა რა. ესა ჩემი ძმა რა ღირს სკუტერი ერთი დღე $1000. აჰა ძმა მინუს 1000 ანგარიში და გავიყვანთ. მე ოღონ არ დამემტრიოთ. აგერ აგდია ძმა ეს აგერ ასტონ მარტინ თუ დავამტრი ჩენი იყოს. მეღადავ. მარტავს გეუნებიან ბიჭო. ეხ რა კაცები არიან რა. სეჯი რომელი წავიყვანოთ? შავი იასნა. დავაი მოდი დაჯე. ბიჭო ტარება იცი? მოდი დაჯე მოდი. ოპა მოსკუპტე ეგ არის ნელატარე რა. წავედით ეხლა პირდაპირ იახტაზე გავოთ, მაგრამ ბიჭო ტეხავს რა ჩვენი ეს რო არ ყავს რაღაც კატერიან პატარა ვერტფრენი რა ეგენი გჭირდება ხო ვერ მოვაბე ბიჭო 1000 საქმე არის გასაკეთებელი და უბრალოდ თავს ვერ ვაბავ, ანუ პირველი რომელი გავაკეთო და მეორე რომელი გავაკეთო, მაგას ვეღარ ვფიქრობ ხოლმე რა. რა ფიქრი მაგას უნდა ზმაო, ეხლა უნდა ვიყიდოთ ინვენტარი რა. აი, ესეც ჩვენი იახტა, სადაც ვახ ბიჭო შალვა მეგონა, ეხლა და მეთქი გადავაგდება აქედან. ჩემი ძმა, გამატარე რა, გაიციქით, oi? ვაჭერებ ზმაო რაღაცას. აგაჭედებ ეხლა ბებიაშენზე გაიცი. აჰა, ზმაო. ბიჭო საით ხართ? აქ ჩემს ბიზნეს პარტნიორთან ვარ მოსული, ეს კაციც საიდანღაც მეცნობა ბიჭო რა ბიზნესმენები არიან. მოკლედ ის ნახო გვინდა რა. ვინ? სერგი ზევით არის. აი ძმაო, ავედით აბა ერთი ნახოთ. კაი, მაგარი ფართები კი აქვთ ისი აქ. რა ხდება? ეს ბიჭო ტაილერი არ არის და სახელი გადაიკვეთა? ფუ, გადაიკეთა? სერგი. გისმენთ? ფრანკლინ